გამარჯობა, ეს არის გაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, გაგიკვირდება და ზოგიერთი ახლობელი მეც მთხოვს იმის ახსნას, თუ რა ხდება მსოფლიოში და როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. მე რომ ამ კითხვაზე პასუხი მქონოდა, ალბათ ახლა სულ სხვაგან ვიждდებოდი და რჩევადარიგებებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გავხსენდი. ხშირად ვიმაურებ იმას, რომ რასაც ჩვენ გვამცნობენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ანალიტიკოსები, პოლიტოლოგები, ასტროლოგები, პარაფსიქოლოგები და მედიუმები, ამას არ უნდა დაუჯეროთ. დიახ, მოვისმინოთ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ დაუჯეროთ. იმიტომ რომ სიმართლე და ისიც თუ რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე არავინ იცის. ამასინათ შემხვდა ახლობელი, რომელიც მძიმედ მოაბიჯებდა და ზოგზე ერთი ტომარა ციციბურა მოეგდო. ვკითხეთ, ციციბურას ბიზნესი ხომ არ დაგიწყია, მეთქი რომან, ახლობელს რომანოზე ქვია. არა, რა ბიზნესი, ის ბიზნესი ომისთვის ვემზადები და პროდუქტებით ვმარაგდებიო. ხმამაღლა გამეცინა. დავამშვიდე, გავუქარწყლე დარდები, ვაჩვქე ერთი ცალი ჩუპა-ჩუპსი. უთხარი რომ ნუ უსმენ უცხოურ ტაივანჩიკურ ხმებს და ამით დავშორდით. და მე გავიქეცი უახლოეს მაღაზიაში და 30 კილა ტუშონკა, ანუ დაკონსერვებული ღორის ხორცი ვიყიდე და შინ სხვენში შევინახე. ანუ პანიკა კორონავირუსივით გადამდებია, მეგობრებო. ისე კი რამდენად პატარა და უმნიშვნელო გვეჩვენება დღეს ყველა ის ჩვენი ვაი ოპოზიციური გაერთიანება, ყველას გუბაზები, გირჩები, სალომეა ზურაბიშვილები და მამამათი მიხეილ სააკაშვილები, როდესაც დაფიქრდები თუ რა ხდება მსოფლიოში. და თუ გუშინ, უფრო გუშინ წინ თუ გქონდა იმის ერთგვარი საფრთხე, რომ ნაცები დაბრუნდებოდნენ და ყელს გამოგჭრიდნენ, დღეს ეს ყველაფერი სრულიად უმნიშვნელოა და გვეჩვენება. დღეს გაცილებით უფრო დიდი და რეალური საშიშროების წინაშე დგას მთელი ჩვენი რეგიონი და არ მინდა არავინ დავძაბო, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებულად კი სიტყვების აწონ-დაწონა მართებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მეტნაკლებად ცნობადია და მეტნაკლებად ხშირად გვევლინება სხვადასხვა სატელევიზიო და საინფორმაციო სივრცეში. რავი, აბა ნორმალურ სახელმწიფოში ასეთ არამშვიდობიან დროს სამშობლოს მოყვარული ყველა ადამიანი გინდ აქედან მხარეს მდგარი და გინდ იქით მხარეს ომის ნაჯახს მიწაში მარხავს უკეთეს დრომდე. ხომ გახსოვთ კიპლინგის ჯუნგლების წიგნში გვალვის დროს ცხოველები რომ წყლის ზავს გამოაცხადებენ და მშვიდად ცხოვრობენ და ერთად სვამენ წყალს. მე რომ მკითხო, ახლაც ერთგვარი პოლიტიკური გვალვაა ჩვენს რეგიონში, მაგრამ იქით ამ მხრიდან ამის გაგება და გააზრება არავის უნდა და მიმდინარეობს ცდა ცეცხლზე ნავთის დასხმისა. ამის ბრწყინვალე ბრჭყალებში მაგალითია ჩვენი ყველაფრის მცოდნე და ცხოვრებაზე ძალიან განაწყენებული ექსპერტი გია ხუხაშვილი. გამოდის ერთ-ერთ საინფორმაციო ველზე და თვალთ მაქცურად აცხადებს, რომ ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი, ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელი და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია. მეგობრებო, ომის დროს პანიკიორებს საკმაოდ მძიმე ხვედრი ელოდათ ხოლმე. არ დავაკონკრეტებ რა ხვედრი, მაგრამ ბევრმა ალბათ იცის, რას უშვებოდნენ პანიკიორებს. მაინტერესებს, რას ემსახურება ხუხაშვილის ეს განცხადება. აი, ამის მოსმენის მერმე რიგითმა მოქალაქემ რა უნდა ქნას. გაიქცეს ციციბურას ბევრი ტომარა იყიდოს, მათ ამოეფაროს და ელოდოს ტერაქტებს. ისე კი, თუ კი ხუხაშვილი ასეთ ინფორმაციას ფლობს, როგორც წესიერი და კანონმორჩილი მოქალაქე, ალბათ პირველ რიგში უნდა მისულიყო სახელმწიფოს უშიშროების სამსახურში და იქ გაეზიარებინა თავისი ინფორმაცია და არ დამჯდარიყო ღია ეთერში და სახის კმაყოფილი გამომეტყველებით დაეთესა პანიკა. რავი, მე რომ სუსის თანამშრომელი ყოფილიყავი ამ გადაცემის შემდეგ დავპატიჟებდი ხუხაშვილს სათანადო უწყებაში და რამდენიმე დასასუსტებელ კითხვას დაუსვამდი. სხვათა შორის, როგორც მითხრეს, ასეც მოხდა. მე დაუბარებიათ და რამდენიმე კითხვა დაუსვამთ. იმედია ხუხაშვილმა იმ
კითხვა-პასუხის დროს ყველა პაროლი და კონსპირაციული ბინის მისამართი გათქვა. ხუღაშვილი მარტო არაა თავის ინსინუაციებში. დავით აქუბარდიას ქალიშვილის გამოდის განცხადებით, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიზირებულია და მისი საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს. რაში გამოიხატება პოლიტიზირება? იმაში, რომ ზოგიერთ ვაი პოლიტიკოს და უცხო ქვეყნის აგენტს მათი საჯარო განცხადების გამო იბარებენ და კითხვებს უსვამენ და რა არ უნდა დაუსვარ? მაგალითისთვის, ახლა მე ამ ეთერიდან რომ დავიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ვიცი ქვეყანაში მოქმედებს მახვილისა და სახნისის საიდუმლო იატაკქვეშა კავშირი, რომელსაც უკვე განაწილებული აქვს სამთავრობო სავარძლები და დარიგებული პარაბელუმები. რა განაშესაბამის ორგანომ აქედანვე ამ სტუდიიდანვე არ უნდა ჩამოვლოს ქეჩოში ხელი და მიმაბრძანოს სადმე ისეთ ოთახში, სადაც პროჟექტორი თვალებში გირტყავს და გესმის კითხვა, ვისთან ერთად მუშაობ, ან რამე ამდაგვარი. და თუ ასე არ მოხდებოდა, მე გული ამით სრულდებოდა ჩვენს სათანადო ორგანოებზე, მეგობრებო. მოკლედ, ჩუმად ვიტყვი, რომ ზოგჯერ იმაზე ვნატრობ, რომ შესაბამისი ორგანოები უფრო მკაცრი და უფრო გაბედულნი ყოფილიყვნენ და შეეშვებოდნენ დასავლეთისკენ შიშით ყურებას თუ რას იტყვის ჩვენზე ხეიკო ფონ დერ ლაიენის პირმშვენიერი მეუღლე ფრაუ ურსულა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.